ცოტაღნის წინ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მოაწყო შეხვედრა პირველ კურსელებთან. შეხვედრის პარალელურად მიმდინარეობდა სტუდენტთა გარკვეული ჯგუფის საპროტესტო აქცია. ხოლო კონკრეტულად რა საპროტესტებდნენ და რა იყო აქციის მთავარი მიზანი, ამაზე თვითონ აქციის მონაწილეები ისაუბრებენ. ლაბორატორია 1918 არის სტუდენტების თვითორგანიზებული ჯგუფი, რომელიც იბრძვის სტუდენტების უფლებებისთვის. ჩვენ გავერთიანდით იმ პრობლემების გარშემო, რაც ჩვენი სტუდენტობის დროს შეგვექმნა. ჩვენ აქციას ჰქონდა სამი მთავარი მიზანი. პირველი ეს არის უფასო განათლება, მეორე ეს არის სტუდენტური ავტონომია, პროფესორებისა სტუდენტების ავტონომია და მესამე ეს არის ხარისხიანი განათლება, რაც უნდა გამოიხატოს იმაში, რომ ქართულ დიპლომს უნდა ჰქონდეს საერთაშორისო აღიარება და საერთაშორისო სტატუსი. ამ მდგომარეობის გამოსწორება ვისია დამოკიდებული? სტუდენტი შეძლებს ამას? ეს პრობლემა პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ მთლიანად საზოგადოების პრობლემაა, არა მხოლოდ სტუდენტის, თუმცა რადგან სტუდენტი არის სტუდენტი და ლექტორი არის ლექტორი, მათ უნდა მოახერხო გაერთიანება და ერთად ბრძოლა თავისი უფლებებისთვის. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ არც ლექტორების და პროფესორების მდგომარეობა სახარბიელო. ბევრი ამბობს, რომ ჩვენი მიზნები არის რომანტიული, მაგრამ ჩვენ ეს რამს ვიტყვი, რომ რომანტიულობა, მიზნის რომანტიულობა შეფარდებაშია რაოდენობასთან. ჩვენ ვიბრძვით არა მხოლოდ სტუდენტების უფლებებისთვის, არამედ ლექტორების უფლებებისთვისაც, რომლებსაც არანაირი საშუალება არ აქვთ თვითგანვითარებისთვის, ასევე არ გვაქვს ლაბორატორიები, სადაც სამეცნიერო მუშაობა მიმდინარეობს და უბრალოდ აუდიტორიაში გვიწევს ჩვენი განათლების მიღება. ჩვენი უნივერსიტეტი არც ერთ პუბლიკაციას არ უშვებს, არ ბეჭდავს არაფერს, არ გვაქვს ბიბლიოთეკა. ანუ ეს არის მხოლოდ შენობა, სადაც დადიან სტუდენტები და ლექტორები. რეალურად ეს არის სრულფასოვანი განათლება. მომავალში თუ აპირებთ აქციების გაგრძელებას? კი, რა თქმა უნდა, მომავალშიც გეგმავთ ანალოგიურ აქციებს. ჩვენ ასევე ადრეც გქონდა 26 მაისს აქცია, რომელიც მიმდინარეობდა აღლუმის პარალელურად და ჩვენ არ ვაპროტესტებთ მხოლოდ განათლების სისტემაში ხარვეზებს, ჩვენ ზოგადად ვაპროტესტებთ ყველაფერს, რაც ცუდი არის დღეს საქართველოში და რისი გამოსწორებაც ჩვენ გვინდა და ამისთვის ძალისხმევას არ ვიშურებთ, ანუ ჩვენ გვინდა რომ უფრო გავძლიერდეთ, სხვა სტუდენტებმაც ამოიღონ ხმა ამ ყველაფრის წინააღმდეგ და შემოგვიერთდნენ. ეს არის აუცილებელი რამ, იმიტომ რომ ასეთი პატარა ჯგუფი ვერ მოვახერხებთ მხოლოდ შევცვალოთ რაღაც. ამავდროულად ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ სტუდენტური მოძრაობები ძალიან დიდ როლს თამაშობენ არა მხოლოდ სტუდენტების უფლებების დაცვისთვის, არამედ ევროპული დემოკრატიის განვითარებაშიც. ზოგადად დემოკრატიის განვითარებაშიც. და მათ დიდი როლი შეასრულეს იგივე საფრანგეთში, გერმანიაში და სხვა ქვეყნებში თავისუფლების ახალი ხარისხების მიღწევისას. ხდება განათლების სრული კომერციალიზაცია. განათლების ჩვეულებრივ საქონლად ქცევა. ჩვენ უერთდებით ინტერნაციონალურ სტუდენტურ მოძრაობას, რომელიც ამის წინააღმდეგ იბრძვის და ვაპირებთ სერიოზული სტუდენტური ფრონტის გაშლა საქართველოში. გეგმავთ ფილმების ჩვენებას უნივერსიტეტების ეზოში, რაც თავია უფრო მეტად ინფორმაციული უნდა იყოს ჩვენი აქტივობები, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა გაიგონ ჩვენ შესახებ და შემოგვიერთდნენ. ჩვენ ვაპირებთ გამოუშვათ სტუდენტური გაზეთი, რომელიც იქნება სრულიად საწინააღმდეგო იმ გაზეთისა, რაც არსებობს დღეს უნივერსიტეტში. ჩვენ აქტიურად მუშაობთ ამ ყველაფრის გამოსასწორებლად და სტუდენტების იმედი გვაქვს, რომ შემოგვიერთდებიან და ერთად მივახცევთ, რომ ჩვენი უფლებები იყოს დაცული და მივიღოთ ის, რაც გვეკუთვნის. შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი კი სტუდენტთა ორგანიზებული წინააღმდეგობაა. სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს.